გამარჯობათ. თქვენ ეხლა ნახავთ ამ ვიდეოს დილით, მაგრამ 12 ხდება და უნდა წავკვდე და ვიღალე მაგრად. აი, იცი რა არის, რაღაცნაირად თავარო, კი არ დავიღალე, მაგრამ რო დაიღალე, აი ეგრევა. გარეთ ჯექი ხა გამათბობელთან, ანუ რაც მოველი დიდად არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ დილას მაგიტოვას ჩავწერი ვიდეო, რაღაცები მქონდა გასაკეთებელი რა. და მეთქი დილით ვანახებ თქო, ანუ დღეს დილით მინდოდა მენახები და 3 თვის დასალაგებელი აივანი რო დავალაგე. 3 თვეა ჩემა ივანზის საკიშია. აი რა კარგია გაშვებული. ხო და კიდე ის ერთი რა ის სარკიანი ხომ დამჩა ასაღები და დღეს ვაპირებდი ავიღებ თქო, მაგრამ დავანები თავი რა. რამდენიმე დღეც გაკაჩოს. ხო დღეს შეიძლება დღეს კი ამ კვირაში სხვანაირი განრიგით ვიმუშაო, იმიტომ რომ შეიძლება სხვის მაგივრად ვიყო რა, ანუ არც ძალიან გკოებს და შეიძლება გადავცვალო. გადავცვალო რა მაგის მაგივრად ვიმუშაო. დავიშენო ცოტა ქოჩორმა და შევიკრა. ოღონდისა მეზარება, იმიტომ რომ ვიფიქრე ამ კვირაში მეთქი, რადგან აივანი როგორც იქნა მეშველა დავალაგებ, ამ სარეცხსაც მოვაშორებდი, რომ აი, რა შეიძლებაოდეს მაინც, რომ კვირაში ერთხელ დარეცხო. ან დაუთო, რაღაცა ქნა. ვერა ჯერ ამ კუთხეც დავაგროვე. და რა მოდი ვერ ხობე სამსახურიდან, აი ეს მომენტი მაქვს რა. დავჯდები და გადავხედავ და აუ ხვალე. და ხვალე რომ მოვალ. ხო კიდე ხვალე უნდა ვთქვა. ეს არის ღამის კრემი წესით. მეგონი პირდავი. ხელები გამომიშრა. ორ თამას უნდა მივწერვა, გამოიწერა ის კრემი. ეკონომიურად წავისვათ. გადავინაწილოთ. ხო მართლა დღეს ის ჩამერიცხა. ხო გამახსენა პარასკევიდან ხო ვამბობდი რაღაც მეთქი ხან მეილი შევამოწმე ხან არა რომ YouTube-ის ხელფასი მეთქი არ მერიცხება თქო. ხო და ეგ ხელფასი არის ვალი ნინოსი. ჩემ ნინოსი. საძინებელზე რომ ასესხა. ხო და არ ირიცხებოდა და მეთქის რა შვება და მე ხო გამახსენდა რომ შაბათი კვირა ზოგადად არ არის ხოლმე ჩარიცხო, მაგრამ იცი რა გამიკვირდა. თვითონ Google წერილს გზავნის ხოლმე გინდა შაბათი იყოს, გინდა კვირა და მე უბრალოდ შაბათი კვირა რომ ემთხვევა ხოლმე TBC ბანკი არ რიცხავს და Google-დან ისევ არის ომოსული რომ შევამოწმე და ხო მშვიდობა აქვს. გამებუტნენ თუ რა არის. კიდე არა მოსული რომ ან რაღაცა გამოგიგზავნეთო. საერთოდ არ არის მოსული. აი და თავარია ჩაირიცხა. რავი რომ შევამოწმე არაფერი პრობლემა არ აქვს ჩემს იმას. მოკლედ ხვალე არ მაქვს დღეს რატო ვერ მოვასწარიცი ვიდეოს გადაღება სინამდვილე რომ გითხრა. რაღა სინამდვილე ხა როდის გატყუებდით, მაგრამ მაინც.
ყავა რო ხო დავლიე სანამ წავიდოდნენ, მაშინ დავიწყე და გავუშვი სკოლაში და სუპი დავდგი და მტვერს ასურტი და რაღაცა ეხა უყოთ ძირითადად იმ ოთახში რო ვართ. ის ხალიჩაზე ხო ერთი ბეწვ ადამიანმა რო გაიაროს და რავი ქერტლით ჩამოვარდეს ჩანს. ცუდად ჩანს. ხო და ის რო ავიღო ხოლმე არ შეიძლება. იატაკი რო იყოს არა პრობლემა ცოცხს მოусმე, მაგრამ ცოცხით ხალიჩას ვერ ვგვი. ანუ კაი გამოგავე, მაგრამ მგონია რომ უბრალოდ უბაცუნე. ვერ იღებს რა ისე როგორც უნდა აიყოს რა და მეთქი ხო და სანამ და 10 გახდა 11-7 წუთი იყო არა და 10-ზე უნდა ყოფილიყავ ის ცოტა გაუბლატავდი ჩემს უფროს ხო და ისა გავედი თუ არა მეთქი ფეხით ჩავალ მეთქი კაია 10 წუთიც მეთქი რა და ხა დილით ხოლმე დიდათ უიდა ვაიმე არ არის თუ დილ ტორტი არ არის და ვიცოდი რომ არ იყო ხო და გავედი თუ არა გაჩერებას დავინახე იდგნენ და მეთქი არ წასულა მარშრუტკა და არა ან მარშრუტკამ დაიგვიანა 1-2 წუთით და იქ იყო ჩემი მისწრებ ასე რომ 15 წუთზე უკვე იქ ვიყავი უფრო ადრეც და ვერ მოვასწარი რა აი მე ოინი მომივიდა ხახლო კაი მე ტორტებს შოინი მომივიდა კინქრა იყო და ვერ მოვკალე შიგნი ხარ და ვაკეთებ დღეს ქონდა ფაჩუჩები, კაბა, იქით პატარა ბავშვის ქონდა რა ხო და ვაკეთებ რა ამ რაღაცებს ის და იქით ოთახში სადაც მაცივრებია და საყინულეები ნინომ დაუძახა რომ ორივე ტორტი ამოიღეო და ერთი იყო 15-იანი შეკვეთაში გეწერ ერთი იყო 20 ხო და ნინომ აქედან დაუძახა რომ მან ამოიღეო ტორტებიო ორივე 15-იანიაო ხო და მოკლედ 15-იანი არის ნაჭრიანი რა 15 ნაჭრიანი ტორტი უნდა მოგვერთა ამ ფაჩუჩებით და რაღაცებით და მე ეს გავამზადე ეს რაღაცა და ორივე მაგ საყინულეში რაც არისო დაუძახა ნინომ 15-იანია და ამოიღე ნუ ამოიღო მივედი ერთი რაღაცა ცოტა მეგანივრა ოდნავ ანუ ძალიან რა მაგრამ რადგან ნინომ თქვა მე ნინო წავიდა და იქიდან დარეკა რომ ვერ მოვდივარო სწრაფად და სასტრაფოთი კრემი შემოკრემე შენა ეგ შემოკრემა ახალი დამუღამებული მაგ და ნუ მეთქი კაი და რო გავედი დავხედე ორი ტორტი დეო შეკვეთაში გვიწერია ერთია 20-იანი ერთია და ორია 15-იანი ხო და რადგან ნინომ თქვა რომ ეს ორივე 15-იანია ანუ დავხედე ერთი ოდნავ განიერია კაი ხო ეტყობა დაინამა და გაიწია თქო და მოკიდე ხელი ამ ყველაზე დიდ წავიღე შემოკრე წესით რო 15-იანია და თურმე 20 ნაჭრიანს ავკრებავ ხარ ხო და დავკრებე 20 ნაჭრიანი გავამზადე რაღაცა და თურმე ის ორი 15-იანი ერთია ქადევ და ის ერთი იგდევს სხვა საყინულეში და მაგიტო ჩავთვალეთ რომ ეს იყო ორივე 15-იანი და ის უბრალოდ სიგანეში წავიდა და ავკრემე მოვრთე დავადე ფაჩუჩის უყველაფერი რაღაცა მზათარი ტორტი იდეალურად გამოიყურება ხო და აი რომ მოვრჩით გავიხედეთ საყინულეში და 15 ანუ რომელიც უნდა მომერთა ის იქიდან გვიყურებს რა ეს მაღალი საყინულია და იქე და გავაჯვათ აქავარო ანუ მე უკვე მზათა მაგის აი მე აი დამცხა ხალხნო დამცხა აი მე ღმერთს ვარ და მაცადეს და მე მთავრებინა სადაც 1 საათის წინ დაწყებული ვიდეო რომელი იყო თითო დაბლა კეიფობდნენ მივალეგ მოვალეგე ცოტა დავტოვე დანარჩენი ხვალე ისევ ხვალე ტორტაზე გიყვებოდით ხალხო და დავამთავრეთ გავაგრძელო ანუ 15-яნის მაგირად 20-იანი მოვრდე. არაფერი აღარ ეშველებოდა მე ნინოს რობოვიდა მეთქი ნინო მეთქი ხამ 15-იანს მეთქი უცბად ერთი ფენა დავადოთ მეთქი კიდე რა რომ ნაჭრეები მოუმატოთ თქო რა და ცოტა მაღალი იქნება თუ მინდოდა რომ გამომძრალიყავი და
ხო და კიდე ორი უნდა წაიღოთ რა და არა უშარო ეგორიო იმ ერთ კაცს მიაქო და სადაც მე ეყოფათო. ნუღა ნერვიულობ. ხო და მოკლედ ბოლო რო წაიღეს, ნინომ დამიძახა დამნაშავე სტუდიაში და გავედი. ცოტა ესეთი გავედი ავიფარებდი. ხო და რაღა ეშველებოდა. ხო თავი გავ ჩემ ბრალი მაინც არ იყო მეთქი უთხარი ამის ბრალია 15-იანები თქვა და ნუ მოკლედ. დღეს ცოტა ხიფათიანი დღე იყო. დავედი ხო დავწვდავიდი და სანამ კიდე რაღაცას წამოვაყანატალებ. ლაპარაკის თავიც არ აქვს, მაგრამ ეძინება. ხვალე დილით ყავაზე თან მანიკურები წავისვათ, გამეცალაგე, რას მიგავ. ოღონდ ხალხნებო, გამიმაგრდა აშკარად ფრჩხილები. კი. 100-ია, ეს არ დამტენა. 95%-ია ეყოფა. იყოს პრინციპში, სანამ მე საწოლიდან დასწრებს ავიღებ. რომელმა აკრიფა. ეს უქნიათ. რა ქვია კაცო? დასაუთოებლები. გადავარდები. ოღონდ ძალიან დიდი იმედი მაქვს ისია შემოტანილი თან გაიბერტვა. და ეხლა მე აქ ფაროსნებს არ ვნახავ, თორე თუდად აი სულიერად მძაგს ეს ფრინველი რაღაც. ეს ჭია. ისეთი საზიზღარი ჭია არის, რომ წერი რომ ანუ ცდილობს რომ სადმე გამოიზამთროს. და ცდილობს რომ სადმე ჩაეკვეხოს და თავი მოიყავს. სადმე თუ მომკვდარებულ ფაროსანას ნახავ და არა გაჭყლეტილ, სიცოცხლე გაჭყლიტეთ. იმიტომ რომ მე აქ ჩანს მწვანე და მგონია რომ ფაროსანი. იმიტომ რომ ისა არ შემომაქვს ხოლმე მე თუ არ გავუფერყე და იმედია გაბერტყა ბარბარ. იმ ძინარულებს თუ რაც აქვია თავს გამოიზამთრებს და მე ზდებს მილიონობით კვერცხს. ნუ ეხლა ნამეტანი თქვი მე, მაგრამ ნუ კაი 1000 იყოს ხა რას დაეძებს. მე დღეს რა კალგუტკაც მეცვა სამსახურში, ბაღის ბავშვით დავდიოდი. სულ ესე შვებოდი. მე ჩაჩერბოდი. რა მიხარია ბაზრობაზე არ ვყოფილვარ. არ ვიცი აი ეს კალგუტკა ჩემთან როგორ აღმოჩნდა. აზრზე არა ვარ. აუ სოფომ რაღაცები დამიტოვა იქ სამსახურში, სოფოს გამოგზავნილი და დამავიწყდა. სოფო დამავიწყდა. ეხა გამახსენე. არ ვიცი ეს კალგუტკა ჩემთან როგორ მოხდა. ან ბარბარეს ვუყიდე და არ ვიცი, მოკლედ ძალიან მაგარია ეს ფერი, ერთი მაგ კიდე ლურჯი. და ანუ თან მაგარია. და ყველა ვარიანტში რო წავალ ბაზრობაზე ეს თები უნდა ვიყიდო ერთი 5 ცალი. გამჭირდება. ხვალია სამშაბათი, აქ არის ივანეს ცეკვის ტანსაცმელი. ხვალ დილით სარეცხსაც შევყრი, ერთ პირს მოვასწრებ. ისეთი კარგი არის. ეხლა სარეცხს რო ვრეცხა უკვე რუშატკის ქვეშ ფენ ძალიან თავისუფლად აქამდე ხო ვერ ფენდი ეს გახიდული რაღაცები რომ ეხლა აი სახში რო ვიქნები ყავა დავლიათ პლოშატკაზე იმაზე ტახტზე კი არა და ლეჟანკაზე დავსხდეთ დასვენება მინდა ერთი კვირა სადმე არ შეიძლება იანვარამდე მოვიცდი იანვარში ხო ვივდივარ იანვარში ვივდივარ ბაკურიანში მე და ნინო როგორ ბოროტულად ჩამეხითხითა ქალებიც ესენი იქნებიან და კაცებიც ბარბარეს ინაბარავ ტოვებ ხალხსა
დაახოთ ამ სანაცვლოდ შეემწყურვას. ეს გასაუთოებელია აშკარად, ბარბარე და რა ვიცი, მოდი სახლში. ესე დავდო თვითონ ვერ მივხვდით, რომ გასაუთოებელი იყო. თქვენც არ დაგინახიათ. ჩემი ვიდეოს არ ჩაწერის მიზეზი არის კიდე ძალიან ძვირფასი მიზეზი. ანუ ეშერეფის სიზმარი სრულიად დამავიწყა, ნუ რა მოსატანია და რა შესაძლებელი ჯერ ტვინი რომ გქონდეს. მამა პაისის ცხოვრება. და აი აქამდე რატო არ უნდა გვცოდნო და ამ ადამიანის ამ წმინდანის შესახებ ამდენი ინფორმაცია. ნუ ზოგადად დაინტერესებების ამბავია, რომ რაღაცა როგორ ვერ მოიძიებ 1000 ისინი არის. უბრალოდ იმდენად როგორ შეიძლება ითქვას, აი დაბიოები, როგორ შეიძლება ითქვას, ანუ იმდენად გვეზარება წაკითხული, იმდენად გვეზარება, რომ კითხვით მივიღოთ ის ინფორმაცია ძიებით, არა, ადვილად გვინდა რა და ამიტომ ისევ ჩვენთვის, ჩვენაირი ხალხისთვის, ჩვენთვის ხილულად გადაიღეს ფილმი, რომ უფრო მეტმა ნახოს. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას რომ ეტანა წიგნი და ეტოდა ეს ძალიან მაგარი წიგნია, წაიკითხეო. ნუ ხო, კაი, წავიკითხავ, მაგრამ არ წამიკითხა. მაგრამ ფილმის სახით, როდესაც თვალი რეალურად აღიქვავს ამ ყველაფერს, გაზარმაცებულიერი ვართ. იმ სულიერი აი მეტი რომ მივიღოთ, გვინდა რომ ადვილად მივიღოთ რა. ანუ იმით კი არა რომ ეძებოთ და ისე მივიღოთ, არა, გვთავაზობენ კიდე. ჩვენთვის ადვილი ენით. ამით მაინც გავიგოთ. რა მადლობა ღმერთს, ამით მაინც გავიგეთ. თორე კი არ გვთავაზობდნენ. პირიქით ჩვენ უნდა ამოვკაჩოთ მაგ თემასთან დაკავშირებით ყველაფერი. ახლა ძალიან მაგარი სერიალი, აი არ ვიცი, ზუსტად ვიცი, რომ მე ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდები და ბევრ გადაწყვეტილებას მისი რა, აი შეცვლის ბევრ რაღაცას. და ძალიან ბევრი ვიცი, რომ წერენ და რაღაცა ბუზი, საიდან შევყოლი, ჟეუბედურ ფაროსან ხარ, გადასაცვალში იყო ხო? და ფაროსანა მეგურა და დავაგდე. არა უშვა მეხვალა ეგ და მიგასიკუდილებ. ანუ წერენ, რომ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, ანუ შეიცვალა როგორ სხვა აზრით უყურებ ცხოვრებას, სხვა ღირებულებებით უყურებ ცხოვრებას. ანუ უყურეთ ფარასიდან ზეცამდე, ასე ქვია. სხვა საიტზე უბრალოდ მამა პაისის ცხოვრება. მაგრამ ძირთადად ეგ მას ექვია და არის უყურე წერტილი net ინგლისურად, აი მანდარი, ჩვეულებრივ ძალიან ძვირფასად არის გახმოვანებული და შეგიძლიათ უყუროთ. ხო და დილით რო ყავას მოვადუღებ ხოლმე და რაღაცა მარტო ამას უყურებ. არ ვიცი, სავარაუდოდ ძალიან ცოტა სერიალები გადამრჩა, რომ ვნახო. და რავი, აი მსგავსი დამოკიდებულება მქონდა, როდესაც მამა დაახლოებით, აი იგივე სიტუაცია მქონდა მამა გაბრიელს რო უყურებდი და ამბებს რო ყვებიან ხოლმე მაგას რომ იმშვებოდი, წინაზეც გითხარით, ხა ის მექნდა აი რაღაცნაირად საერთოდ არ გავთ მათი ცხოვრება ერთმანეთს, მაგრამ რაღაცნაირად აი თითქოს ვაიგივებ, ვამსგავსებ. რა ძალიან ახლოა ბევრი რაღაცა ჩვენთვის, ჩვენთან. უბრალოდ უნდა დავინახოთ
და უბრალოდ უნდა კი აი თუნდაც წეღა რაღაცაზე სამსახურში ანუ სამსახურეშუაშია ერთ-ერთ პიროვნებაზე, რავი, ძალიან გამებრადა და სამსახურის გარეთ რა უბრალოდ დაემთხვა. ხო და ანუ ნინოსაც უყვებოდი ანუ რაღაცა რო ხდება და თან რო არ იღებ ამ შენიშვნას. ჯერ ახლა ამ პარტავნება არის რომ არ იღებ შენიშვნას. ქადაგებას და რაღაცას არ იმაშვებ. უბრალოდ აი ჩემ შეგრძნობა გამოიწვია რა რაღაცნაირად თითქოს აი ეგეთი მომენტი იყო რა რომ რაღაც ადამიანს რო სიმართლეს უხსნი ან სიმართლეს ეუბნები რა არ აქვს შორება რაღაცასთან და რაღაცაში ან არ ხარ დამნაშავე ან ის შენიშვნა შენი არა რაღაცა გრძნობა ხო გიჩნდებათ ხოლმე თქვენს და აი ნინოს ეუბნებოდი რომ აი აქედან ვიგრძენი რომ ავიჯაგრე მეთქი რა და აი ცოტაც რო გაიგრძელებინა მეთქი რა ვიცი და ანუ რაღაცა სიბრაზის გრძნობა მომერია რაღაცნაირად რა და რა თქმა უნდა ხა ცოტა პარტია და ძალიან გასაგებენაზეა უხსენი და აუ და გაიგეს მე მოგიყვებით და ხო და მე სახში რო მოვედი და ისე დავჯექი გამათბობელთან და ისევე სერიალი ჩავთე რაღაცა იქ იყო რაღაცა ესეთი მომენტები და ჩემ თავზე გამებრაზა ადამიანი აი რა არ ვიცი საერთოდ გახედვითაც კი არა და გავლითაც კი არა და 1000 მეტრშიც არ ახარ ახლობ ყველაფერთან რასთანაც უნდა იყო რაზე დარდობ და რაზე ბრაზობ სადღაცას როცა აი აქეთ უნდა იყურო და რავი რა ადამიანები საერთოდ რო არ იმსახურებდნენ და რაღაცა საოცარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ ესენი იღებდნენ და თანდაბლურად იღებდნენ შენიშვნებს და კიდე მადლობდნენ ღმერთს და შენ უკვე იმკლავებდი რომ მეთქი ახლა ვეცემი ძალიან ძნელი ადამიანმა თავის თავს აჯობოს მოერიოს ჩაახშოს ანუ ეს არის მთელი ცხოვრების ომი რა შენ თავთან ოღონდ თუ გინდა გამოსწორება რა თქმა უნდა თუ არ გინდა ეხლა გინდა იმას გაყურებინო და გინდა ამას ეგრე არ არის რა კაი ესე ზანთრის ტანსაცმელი ეს მაქვს ფაქტიურად გასაუთრებელი ლაშას შარვარი მარტო რა გინდა ისე ის უქნია რომ ფაროსანები არ არიან აჰა ესეც ესე ხალხნო ვაიმე ივანის რაც უდათ ახველებს გავაწდებ მაგას იცი საწოლზე წამოწოლა უაზროდ ხან ჩაეძინება ხან სწავლის დროს მიეძინება რაღაცას იმას ვამ როგორ პატარა დილა ანუ თუნდაც საწოლს რაც აფარია გადაიფარე ადამიანი გადაიფარე შეუბედურო ვეღარ გაფრინდი წადი ცოტა ხანი იფრი აი კარებამი მაინც ვერ მიხვალ გაიფშეკა ფეხებს აჰა ესეც ანუ მსგავსი ტიპის წიგნები აუარება რა თქმა უნდა ნებისმიერი წმინდანის აი რა ვიცი ეხლა თუნდაც ინტერნეტით შეგიძლია ინფორმაცია მოიძიო წიგნებიც ხო ქვეყანაა და შეგიძლია ყველაფერი ისაქნა და ასეც გვთავაზობენ რომ ჩვენთვის უფრო ხილული იყოს მეტად აღსაქმელი იყოს და რა ვიცი ბევრი ასეთი ფილმი რო იყოს ძალიან მაგარი იქნებოდა იმიტომ რომ ეს არ არის ზღაპარი ეს არ არის მონაგონი ეს არის რეალური ამბები აი რა ვიცი რასაც ემსახურებოდნენ რა
ხალხისთვის, წმენისთვის, ქვეყნისთვის, სიკეთისთვის. ანუ ზოგმა რაღაცა, ანუ ესე რომ აღიქვას, რომ ის უბრალოდ ფილმია და რაღაცა ზღაპარი. აზრი არ აყურებას. ანუ ეს რეალურად არსებობდა. თან უფრო რაღაცნაირად შენ გრძნობ იმით, რომ გავიაზრე, რომ ანუ მე ამ დროს დავიბადე და ამ დროს რამდენიმე წლის ვიყავ. სანამ დაიღუპებოდა რაღაცნაირად, აი გამიხარდა, რომ ადამიანი მოსწრებული ხარ ამას, როგორც მამა გაბრიელი. და აი, რავი, ამ თემაზე ბევრი რაღაც შეიძლება თქვას ადამიანმა, მაგრამ ზოგადად თავს ვიყავებ ხოლმე ეს რაღაცებზე, მისჩენია ჩემთან მქონდეს და ჩემთვის მქონდეს, ჩემებურად მქონდეს, იმიტომ რომ შეიძლება გადმოცემით რაღაცა შეგეშალოს და ვიღაცა უფრო სხვანაირ სიტუაციაში ჩაგდო, ამიტომ თუ ვინმე არაფერს არ მეკითხება ხოლმე ამ თემაზე არ ვსაუბრობ. მაგრამ ეს თემა, ამ ფილმის თემა, აი ესეთია რა, ყველა მოყურეთ ხალხმა, იმიტომ რომ მართლა საოცარი ენით არის ჩვენამდე მისი ცხოვრება მოტანილი და გასაგებად და გასააზრებლად და მართლა დავუფიქრდეთ, ბევრი რამე შეიცვლება ჩვენ ცხოვრებას და დათმენას ვისწავლით. ეს ჩემსავით კი რა იჯაგრებით, რომ სიტყვაზე რაღაცა შენიშვნა შენ არ გიხება, ან რავი, ვიღაცა რაღაცას ამბობს შენზე გაკვირით, ან რაღაცა მოკლედ რა, ხო არის ადამიანი რაღაცაზე ბრალდები. ხო და? ანუ ამას პირიქით იმათ მიიღებ რა. ადამიანი რა მცირე ხარ შენ. არაფრის გამო ქრისტე გააკრეს, ჯვარზე ხმა არ ამოუღია და შენ რავი, შეიძლება კინავა, რავი. ანუ რამხელა ეს არის რა. უგუნურობა. წავიდი ხალხო. ეს არის უხანდელი ვიდეო და თქვენ დილით უყურეთ, ამიტომ დილაბში დობის და ბედნიერი დღე თქვენ. წავიდი.